მეორე ემოცია შიში. შიში ეს არის ემოციური რეაქცია, რომელიც ჩნდება საფრთხის ან საშიშროების აღქმის დროს. ის არის ბუნებრივი თავდაცვითი მექანიზმი, რომელიც ეხმარება ადამიანს გადარჩენაში. შიში შეიძლება იყოს როგორც რეალურ საფრთხეზე რეაქცია, მაგალითად აგრესიულ ძაღლზე. ის ასევე შეიძლება იყოს წარმოსახვითზე ან შინაგანზე, მაგალითად მარცხის შიში, მიუღებლობის შიში. შიში ეს არის თქვენი ფსიქიკის დამცავი ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარებათ თავიდან აიცილოთ რაიმე სახის ზიანი გარედან. ის გაფრთხილებთ პოტენციური საფრთხის შესახებ, რომელიც შეიძლება არც გიიცოდეთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე საზოგადოებაში შიშის განცდა თითქმის ყოველთვის ირაციონალურია და ასოცირდება არა რაიმე რეალურ საფრთხესთან, არამედ ის, რომ ჩვენ გონებას არ სურს დამორჩილდეს კონკრეტულ მომავალ ცვლილებებს, რასაც ასევე კომფორტის ზონიდან გამოსვლად შეიძლება დავარქვათ. უფრო მეტიც, ჩვენმა შიშებმა შეიძლება მთლიანად დაგვაპარალიჩოს და ხელი შეგვიშალოს რაღაც ზომების მიღებაში, მოქმედებაში, რაც თავის მხრივ შეიძლება მართლა სახიფათო სიტუაციაში ჩაგვაგდოს. არსებობს შიშის სხვადასხვა ტიპი. სულ 4. პირველი შიშის ტიპი ეს არის ფიზიკური შიში. რეალური საფრთხის შიში. მაგალითად, ეს შიში ეს არის შიში, რომელიც ჩნდება რეალურ გარეგან საფრთხეზე რეაგირებისას. ის ჩნდება როგორც ევოლუციური ინსტრუმენტი გადარჩენისთვის. მაგალითად, სიმაღლის შიში შეიძლება ჩამოვარდეთ სიმაღლიდან და შემდეგ დაგჭირდეს შიში სიმაღლეზე ასვლის. სიბნელის შიში რაღაც გაურკვევლობის გამო შეგვეშინდა და შემდეგ დაგჭირეს სიბნელის შიში. ხმამაღალი ბგერების შიში ეს გამოწვეული რეფლექსია ბავშვობიდან, ზედმეტი კარგად განვითარებული სმენის რეფლექსებიდან შეიძლება იყოს გამოწვეული. ცხოველების ან ფიზიკური ტკივილის შიში. როგორ ვლინდება ეს ყველაფერი ფიზიკური შიში ადამიანში. ეს შეიძლება გამოვლინდეს გულის აჩქარებით, ოფლიანობით და მუცლის დაჭიმულობით, სწრაფი რეაქციებით, როგორიც არის გაქცევა, გაქვავება ან თავდასხმა, შებრძოლება. ფიზიკური შიში ყოველთვის არ არის ირაციონალური. ის ხშირად სამართლიანია, ანუ შეიძლება რომ გამოწვეული იყოს ტრამვისგან და შესაძლოა გადარჩენისთვის საჭირო გახდეს. მეორე შიში არის ფსიქოლოგიური შიში. ემოციური ან სოციალური საფრთხის გამო მიუღებლობის, კრიტიკის ან მიტოვების შიში. ეს შიში არ რეაგირებს უშუალოდ ფიზიკურ საფრთხეზე, არამედ უკავშირდება შინაგან, ემოციურ ან სოციალურ გამოწვევებს. მაგალითად, მიტოვების შიში, კრიტიკის ან დამცირების შიში, საზოგადოებაში გამოსვლის შიში, მარცხის ან შეცდომის დაშვების შიში. საიდან წარმოიშვება ესენი? ხშირად მოდის ბავშვობიდან ან წარსული ტრამვული გამოცდილებიდან. გაღრმავებულია არასაკმარისი თვითშეფასებით ან უარყოფითი ფიქრებით, აკრიტებულ ფიქრებს რასაც ვეძახით. შედეგად ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თავს იკავებს მოქმედებებისგან, შესაძლოა ჩამოყალიბდეს დამცავი მექანიზმი, მაგალითად სრულყოფილებაზე ორიენტაცია ან კიდევ სრულიად გაურბის პასუხისმგებლობას. სრულიად გაურბოდეს პასუხისმგებლობას. შემდეგი მესამე არის ქრონიკული შიში. მუდმივი შფოთვა ან მოლოდინი უარესის. ეს არ არის ერთჯერადი ემოციური რეაქცია, არამედ მუდმივი გავრცელებული ფონის გრძნობა, რომ რაღაც ცუდი მოხდება. დამახასიათებელი ნიშნები ქრონიკული შიშის: შინაგანი დაძაბულობა,
მომავლის გაურკვევლობის ან კონტროლის დაკარგვის შიში, გადაჭარბებული რეაქციები ყოველდღიურ სიტუაციებზე, გადაღლა და იმუნური სისტემის შესუსტება. ეს არის დამახასიათებელი მაჩვენებლები. გამომწვევი მიზეზები: ბავშვობაში უსაფრთხოების დაცულობის დეფიციტი, ტოქსიკური ან არასტაბილური გარემო, არასაკმარისი მხარდაჭერა და ემოციური რეგულაციის უნარის არ ქონა. როგორ უნდა მართოთ კონკრეტულად ეს შიში? აუცილებელია ფსიქოთერაპიები, კოგნიტიურ-ქცევითი თერაპია და ასევე დაგეხმარებათ მედიტაცია და რელაქსის ტექნიკები. შემდეგი შიში, ეს არის ფობია. ინტენსიური არარაციონალური შიში კონკრეტული ობიექტის ან სიტუაციის მიმართ არის ფობია. ფობია არის უკიდურესად ინტენსიური და არარაციონალური შიში კონკრეტული ობიექტების მიმართ, სიტუაციის ან მოქმედების მიმართ, რომელსაც არ ახლავს რეალური არანაირი საფრთხე. მაგალითად, არაქნოფობია, ობობიების შიში, ობობების. აგორაფობია, ხალხმრავლობის ან ღია სივრცის შიში. კლაუსტროფობია, ყველამ ვიცით, ჩაკეტილი სივრცის შიში და სოციალურ ფობია, საზოგადოებაში ყოფნის ან სხვების მხრიდან შეფასების შიში. განსხვავება როგორია ფიზიკურ შიშას და ფობიას შორის. იმ შუაში ნახსენებ ორ შიშს რომ თავი დავანებოთ. თქვენ თუ კი გრძნობთ შიშს, რაღაცის შიშს, რაღაცის მიმართ, შეგიძლიათ გაარკვიოთ ის ნამდვილად შიშია, რომელიც გამოწვეულია ტრამვისგან და ჩარჩენილია ემოციურად თქვენს სხეულში, ინსტინქტების სახით, თუ არის ფობია. ის შემთხვევა არის ის თქვენ გეშინიათ, ან ის ნებისმიერი რამე. თუ არის თქვენს ცხოვრებაში კავშირში რაიმე ტრამვასთან, ტრამვა თუ კი მოხდა თქვენს ცხოვრებაში, მაშინ არის ტრამვისგან გამოწვეული შიში. ხოლო დანარჩენ შემთხვევაში არის ან ფობია, ან ქრონიკული შიში, ან კიდევ ფსიქოლოგიური შიში, რომელიც 4-ვე განკურნებადია და ინკურნება. ყველაზე შეიძლება მედიკამენტური დახმარებაც, მაგრამ ეს ოდესაც არის ძალიან ესეთი ღრმა დეპრესია შიშისგან და პანიკური შეტევები. მაგრამ მანამდე ფსიქოლოგიური დახმარებაც შეიძლება და მუშაობს. შიშს შეუძლია დაგბლოკოს, მაგრამ მისი გაცნობიერება და მართვა შესაძლებელია. მისი მოსაზღვრე თემებია თვითშეფასება, ტრამვა, შინაგანი ბავშვი. ეს არის ის სამი რაღაცა, რომელზედაც მე პირადად მუშაობ პირად სეანსებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შიში ჯანსაღად შეაფასოთ და გააცნობიეროთ, თუ საიდან მოდის ის. იგივე ეხება სხვა ემოციებსაც, რა თქმა უნდა, ყველა ემოცია უნდა განსაზღვროთ და გავაცნობიეროთ, თუ საიდან მოდის ის. მთავარია გავიგოთ ემოციებს შეუძლიათ მოგვცეს სიგნალი და დაგვეხმაროს სწორი დასკვნების გაკეთებაში. მაგრამ საბოლოო არჩევანს, როდესაც დასკვნებს გააკეთებთ და დაინახავთ რაღაცებს, საბოლოო არჩევანს მაინც აკეთებთ თქვენ. არჩევანი მაინც არის თქვენზე. როდესაც თქვენ გრძნობთ შიშს ნებისმიერი სახით, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ვიდრე პანიკურ შეტევაში გადავა, ეს არის, რომ უნდა შეისუნთქოთ, ღრმად და ამოისუნთქოთ, გააკეთოთ სუნთქვის ვარჯიშები, დაამშვიდეთ საკუთარი თავი, სუნთქვით, შველის, ეს პირველი ესეთი დახმარება, მაგ დროს არის ეს და შემდეგ კი დაუსვათ დაწყნარებულზე კითხვები საკუთარ თავს, ოღონდ დაწყნარებულზე. ეს არის მარტივი სამი კითხვა, რომელიც შეგიძლიათ ჩაინიშნოთ. არის თუ არა რეალური
და უშუალო საფრთხე ამ მომენტში, რომელიც ეს არის პირველი კითხვა, რომელიც უნდა კითხოთ საკუთარ თავს. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის გაქრეს? მეორე და ეს შიში უსაფუძვლოა თუ ძალიან ხშირად მეორდება? ეს არის მესამე კითხვა. და ამასთან გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი. ძალიან მნიშვნელოვანია ისწავლოთ გონების დამშვიდება, როგორც კი შიში გამოჩნდება. ეს საშუალებას მოგცემთ იფიქროთ რაციონალურად და მიიღოთ სწორი ქმედებები. სწორად გადადგათ ნაბიჯები. უფრო მეტიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი შიში როგორც შეხსენება, რომ თქვენს გეგმებს გარკვეული სამუშაოს შესრულება სჭირდება. შიშის მთავარი მიზანია აიძულოს თქვენი ტვინი, კუნთები და გრძნობები შეასრულოს საჭირო მოქმედებები. მაგრამ თუ ის ციკლურ მარყუსშია ჩარჩენილი, ის თქვენს ცხოვრებაში ტანჯვას, დეპრესიას და სისუსტეს შემოიტანს მხოლოდ. ამიტომ მიმართეთ სპეციალისტს, თუ განიცდით ციკლურ შიშს, წუხილს ან შფოთვის გრძნობას. მაშინაც კი, როცა აშკარა ნიშნები არ არის ამის, მკვეთრად გამოკვეთილი. და თუ კი ხვდებით, რომ ეს ციკლურად მეორდება და ერთი და იგივე წრეზე ტრიალებთ შიშის გამო. კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში.